პენსიების გაზრდა არ გამოვა შენი აზრით? ჩვენი პრობლემა პენსიები და დაბალი პენსიები კი არ არის. ჩვენი პრობლემა არის სიღარიბე. რატომ? როცა ღარიბი ხარ, მაშინ გაწუხებს დაბალი პენსია. თუ მდიდარი ხარ, აი ბიძინა ივანიშვილს ხო არ აწუხებს დაბალი პენსია. გიგური. პენსიონერი კაცია. მაგრამ ხო არ აწუხებს. საწყალი. ხო, აი მიშას რამდენიმე წელიწადში პენსიონერი იქნება. არც იმას არ შეაწუხებს პენსიონერი ნაკლებობა. ხაზარაძე პენსიონერი კაცია, ან აღმალი იქნება. ბატონი ბადრი ჯაფარის ხო არც არ აწუხებს ამათ. ანუ აწუხებს იმას, ვინც ღარიბია და მე მაქვს სიღარიბის გადაწყვეტის გზები. ხო და პენსიის მომატებით გამდიდრებული ადამიანის მე ამჯერა. ღირსეული ადამიანები ახალგაზრდობაში ინვესტირებენ, მათ შორის შვილებზე ინვესტირებენ, შვილიშვილებზე ინვესტირებენ, ბანკში დანაზოგს ინახავენ, ან არ ინახავენ, ან რაღაცა სხვა შვებიან, ბიზნესი აქვთ და ახლა სახში შედის კაცი და პენსიის იმედად ციბერე, სახელმწიფოს იმედად ციბერე არის ციბერის ყველაზე ცუდი ფორმა, რომელსაც მე არავის არ უსურვებ და მინდა ამ ხალხს უთხრა, რომ ნუ იქნებით მთავრობის იმედად. არა, ხო, მაგრამ რაღაცა ეტაპი, რაღაც ნაბიჯი ხო უნდა გადაიდგას, რომ ეს უკვე სხვა ტიპის, როგორ გამდიდრდეს სხვა ტიპის პრობლემა. არა, გამდიდრებაზე არ მაქვს კაცო საუბარი. არა და შეგვიძლია კაცო მარტივად შეგვიძლია გამდიდრდეს. ღირსეული ცხოვრება რო ქონდეს თითოეული იმას რა ქვია. ხო, მაგალითად გამდიდრებასთან არის კავშირში ეგ. ხო. აი მაგალითად ჰოლანდიაში ვიყავი, ჩასული და იქ ესეთი რაღაცა მითხრეს, რომ მათ ხო არს რომ დაინახო ქუჩაში ხურ და არ მიცეო. იმიტომ რომ ის დახარჯავს იმას მხოლოდ სასმელშიო, ალკოჰოლში ან ნარკოტიკში. ხო და მე კითხვა მქონდა რატო და ნუ იმიტომ რომ მაგაში დახარჯავს, იმიტომ რომ საჭმელი, საცხოვრებელი ყველაფრით უზრუნველყოფილია ის რიგითი მათხოვარი. არა, ღარიბი ყველა საზოგადოებაში არსებობს. არა ხო, მაგრამ უზრუნველყოფილი ხო უნდა იყოს. მაგიტომაც აინახე, ღარიბი ყველა საზოგადოებაში იმიტომ არსებობს, რომ სიღარიბის არა ყველა შემთხვევა ცხადია, ხა მაგალითად მე ვერ გავაკრიტიკებ ჩვენს პენსიონერებს სიღარიბის გამო, რატომ? რომ მათ თავიანთი ახალგაზრდობა გაატარეს საბჭოთა კავშირში, კომუნისტიზმის პირობებში, სადაც ფულის შოვნა იყო არალეგალური. ვინც ფულს შოულობდა, ყველა მათგანი შოულობდა ფულს კანონდარღვევით. ხო. ანუ ფულიანად ყოფნა, ვიღაცა ცეხავი კი იყო, ვიღაცა ეს იყო, არც ერთი გზა ფულის ლეგალურად შოვნის არ არსებობდა. ამ ხალხმა საკუთარი ახალგაზრდობა დახარჯა იმის იმედად, რომ სიბერეში მთავრობა მიხედავდა. იმიტომ რომ ახალგაზრდობაში სიმდიდრის დაგროვების შანსი არ ქონიათ, კანონით იყო აკრძალული. ამიტომ მე ვერ ვიტყვი, რომ ამ ხალხის ბრალია ავტომატურად რომ თვითონ ღარიბები არიან და მთავრობის იმედად უწევთ პენსიაზე ყოფნა. მაგრამ იგივე ჰოლანდია, იგივე ამერიკაში იქ რო ღარიბები და პენსიის დროს რო მიუსაფარია ვიღაც არის, ეს ძირითადად მისი ბრალია. და ყველა საზოგადოებაში არსებობს ადამიანი, რომელსაც უბრალოდ ეგრე ევასება ცხოვრება. ხო, ეგ მაგდიბებს ცხოვრების წესი აქვს ეგეთი, გესმის და იმას ქონდა საშუალება, გამდიდრებული იყო, ქონდა საშუალება დაეგროვებინა, ეგრე არ ეცხოვრა, მაგრამ მისი ცხოვრებისეული არჩევანი იყო ეს. ხო და აი საქართველოში ამას პირდაპირ ვერ ვამბობ, იმიტომ რომ არჩევანი კი არა ჩვენთან აკრძალული იყო კაცო გამდიდრება. ფული რო გეშოვა საბჭოთა კავშირში პრობლემა იყო.